მოგესალმებით ყველას, ვიწყებთ ისტორიაზე გადაცემების ციკლს. პირობითად მას უწოდეთ მოგზაურობა წარსულში, რომელსაც გაუძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე. გუბასთან ერთად ჩვენ მოგითხრობთ მოვლენებზე, კონფლიქტებზე, ისტორიულ ფიგურებზე, ადამიანებზე, რომლებმაც დიდწილად განსაზღვრეს მსოფლიოს ისტორია, მისი წარსული, ასევე დღევანდელობა გარკვეული გაგებით და აწმყო და უზარმაზარ გავლენას ახდენენ ასევე მომავლის ფორმირებას. ჩვენი საუბრების დასაწყისში გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში შევხებოდით ისეთი ტიპის ისტორიულ განზომილებას, რომელიც დღესაც აქტუალურია და რომლის ფესვებიც ღრმა ისტორიულ წარსულში მიედინება. ასეთი არის ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი, რომელიც დღესაც თავისი სიმწვავის ხარისხით გამოირჩევა დედამიწაზე არსებულ დაპირისპირებებში და ჩვენი საზოგადოების და მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს თუ საიდან მოდის ასეთი კონფლიქტური დამოკიდებულება ამ ერებს შორის, ამ რელიგიებს შორის მათ შორის და დღევანდელი ჩვენი საუბარი მიეძღვნება სწორედ ისრაელისა და პალესტინის, ებრაული ერისა და არაბების კონფლიქტის ფესვებს დასაწყისიდან დღემდე. გუბას, მადლობა, დავიწყოთ. მადლობ თქვენ. სამდე დავიწყებთ, მინდა თქვა და გავაგრძელო თქვენი მოსაზრება, გიორგი ბატონო, რომ არსებობს კონფლიქტები გადაწყვეტადი, არსებობს კონფლიქტები შიდა ცივილიზაციურ. მაგრამ არსებობს კონფლიქტები, რომლის გადაწყვეტის მექანიზმები არ არსებობს და მე რომ მკითხოთ თეორიაში შეიძლება არც არსებობდეს. შეიძლება ჩაჩუმდეს ეს კონფლიქტი, გარკვეულად ჩაქრეს, მაგრამ საფუძველი, ფესვები, წარსულის იგნორირება, როგორც ჩანს, არ მოხდება არასდროს, იმიტომ რომ ასეთ კონფლიქტებს ახასიათებს ერთი თვისება. კონფლიქტების დროს ვიღაცა დამნაშავეა, ვიღაცა მტყვანია. მაგრამ არის რამოდენიმე კონფლიქტი და ამაზე ჩვენ დანარჩენებზე გვექნება აუცილებლად საუბარი, სადაც ორივე მხარე ითვლება, რომ მართლები არიან და მართლები არიან 100%. ერთ-ერთი ასეთი და ყველაზე ძველი ამ კონფლიქტებს შორის არის საკუთრივ ისრაელი-პალესტინის დაპირისპირება, მაგრამ გლობალურად ამას ქვია ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება. სიძველით ის ძალიან ძველია, თითქმის უტოლდება ცივილიზაციის ჩამოყალიბების ეპოქას და მოდი დავიწყოთ, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი. სამდე გადავალთ კონკრეტულ საკითხზე, ჩვენმა მაყურებელმა რომ კარგად შეიცნოს დროისა და სივრცის განზომილება, აუცილებლად უნდა ვახსენოთ წელთაღრიცხვა. ძალიან ხშირად გაგვიგია მეგობრებო, ძველი წელთაღრიცხვით და ახალი წელთაღრიცხვით. რას ნიშნავს ეს? წელთაღრიცხვას ყოფენ ქრისტეს შობით, ქრისტეს დაბადებით. ქრისტეს დაბადების შემდეგ ეპოქას ქვია ახალი წელთაღრიცხვა. და მცირე ციფრებიდან იზრდება ციფრები, მაგრამ ქრისტემდე, სამდე ქრისტე მოევლინებოდა სამყაროს ქვია ძველი წელთაღრიცხვით და იქ პირიქით არის კლებულობს რიცხვი, მაგალითად ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნე უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე მეორე საუკუნე. ხო? საინტერესო ის არის, რომ წელთაღრიცხვას ერთ თვისება აქვს, არ აქვს ნულოვანი წელი. არ არსებობს ნულოვანი წელი. ძველი წელთაღრიცხვის პირველი წელი გადმოდის ახალი წელთაღრიცხვის პირველ წელში. ესეთი უცნაურობა აქვს ამ წელთაღრიცხვას, მაგრამ ეს დავიმახსოვროთ, რომ ძველი წელთაღრიცხვა არის ქრისტემდე და ახალი წელთაღრიცხვა არის ქრისტეს შემდეგ. ქრისტემდე 20 საუკუნით, დაახლოებით 20 საუკუნე, მე-20 საუკუნეში, ანუ ჩვენგან 40 საუკუნე, 20 ქრისტეს შემდეგ და 20 იქეთ, დაახლოებით 40 საუკუნის წინ დედამიწას, ცივილიზაციას, კაცობრიობას ძალიან განსხვავებული სახე ჰქონდა და იყო ასეთი ძალიან ძლიერი კულტურული ერთეული და ცივილიზებული ერთეული მესოპოტამია, შუა მდინარეთი. ორი მდინარე მოედინებოდა ტიგროსი და ევფრატი. იყო ძალიან მდიდარი მიწა ნიშნავს მრავალ მოსახლეობას,
მაღალ ტექნოლოგიებს, მიწათმოქმედების განვითარებას და აქედან გამომდინარე ურბანული ცივილიზაცია იყო, ქალაქთა ცივილიზაცია იყო ეს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახით ვიცნობ ჩვენ მესოპოტამიურ ცივილიზაციას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველია. ეს თითქოს რომ 4 ძველი ცივილიზაცია არის. ეს არის ნილოსის ცივილიზაცია, ძველი ეგვიპტე, ეს არის მესოპოტამია, ეს არის ინდის ხეობა, ანუ ძველი ინდოეთი და ეს არის ხუანხე და იანძი. ძველი ჩინური ცივილიზაცია. თუ დაუკვირდებით, ყველაფერი ეს მდინარეებს უკავშირდება. იმიტომ რომ მდინარე და წყალი იყო სიცოცხლის საწყისი. სხვადასხვა სახელით ვიცნობთ შუამდინარულ, ანუ მესოპოტამიურ ცივილიზაციას. ხან იყო შუმერი, ხან იყო აქადი, ხან იყო ასურეთი, ხან იყო ბაბილონი. გააჩნია ვინ როგორი სიძლიერით წარმოჩინდებოდა, ხო? ერთ-ერთ ასეთ ქალაქს ერქვა ური. ქალაქი ური. ამ ქალაქ ურში ცხოვრობდა კაცი სახელად აბრამი. ჯერ ერთი არის, მერე ერქმევა აბრაამი. ეს აბრამი ჩვენ ყავდა თავისი სახლეული ყავდა, ოჯახი ყავდა, ცოლი ყავდა სარა, რომელიც ერთი ვერსიით მისი ნახევარ-და არის. არის კიდევ მეორე ვერსია ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ არის რომ არის მისი ძმისშვილი, ძმისწული. საერთოდ სემიტურ ერებში იყო ასეთი რამე, არა მარტო სემიტებში, მაგალითად ძველ ეგვიპტეში იყო მიღებული ფარაონები ხშირად საკუთარ დებზე და ქალიშვილებზე ქორწინდებოდნენ. ძალიან ბევრ საინტერესოს და ხანდახან არასასიამოვნო ამბებსაც გავიგებთ ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის იცვლება და ადამიანის ზნეობა ძალიან ხშირად იცვლება, მორალი იცვლება ხოლმე, ხო? ამ დროს გავრცელებული არის მრავალღმერთიანობა. ყველა მოვლენას, ბუნებრივ მოვლენას, ყველა ნივთს, ყველა თქვათ გეოგრაფიულ არეალს, კოსმიურ სხეულს თავის ღმერთები ყავს. ამას ქვია პოლითეიზმი, ანუ მრავალი ღმერთია. მაგრამ აბრაამი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირველი დისიდენტი სამყაროს ისტორიაში. ის ჩვენ ამ საუბარში ჩვენ ძალიან ბევრ ამას მითოლოგიურს ვიტყვით, ძალიან ბევრს ისტორიულ მოვლენას, რომელიც დაუდასტურებელს, მაგრამ ბევრსაც ვიტყვით, რომელიც დადასტურებულია. მე მინდა რომ ამას ჰქონდეს თხრობის ერთიანი კორპუსის, ერთიანი სხეულის ფორმა მივცეთ ამას, იმიტომ რომ ბევრი რამ სადავო შეიძლება იყოს, ბევრი რამ სხვადასხვა ვერსიებით არის, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ ფართო საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია და ცოდნა მივაწოდოთ, ამიტომ ერთ ვერსიას გავყვები, რომელსაც მე თვითონ ავირჩევ, ამ შემთხვევაში სუბიექტური ვარ. თუმცა მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავიცვა ეგრეთ წოდებული ისტორიკოსის ეთიკა და ვიყო მიუკერძოებელი. მით უმეტეს ასეთ საკითხში, რაზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. აბრაამი არის ადამიანი, რომელმაც დისიდენტური აზრი წარმოსშვა. წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, რომ ამდენი ღმერთების მაგივრად შემთხვევით ერთი ღმერთი ხო არ არის ეს ყველაფერი და ერთის მიერ შექმნილი ხო არ არის. ახლა ბიბლიით, რელიგიით, სამივე აბრამისტული რელიგიით, იუდაიზმით, ქრისტიანობით და ისლამით უფლის ჩაგონებით მოხდა ეს და უფლის თაგონებით მოხდა. მაგრამ მოდი გავყვეთ მაინც ამ ისტორიკოსის მშრალ და პედანტურ აზროვნებას. დისიდენტი მან თქვა, რომ ეს არის ერთი ღმერთი. ერთის ხელშია ეს ყველაფერი. ასეთი აზრი, რა თქმა უნდა, ახლობლებში, მეზობლებში, ქალაქში ეს როგორც ჩანს წინააღმდეგობას აწყდებოდა იქ, იმიტომ რომ ადამიანები მისდევდნენ ტრადიციულ მრავალ ღმერთს. და როგორც ჩანს, აბრაამი იძულებული გახდა, რომ აყრილიყო და წამოსულიყო ურიდან. საინტერესო რა არის? ებრაელებს სხვადასხვა სახელებს ეძახიან, სხვადასხვა ფორმაციით. ქართულად ოფიციალურად ებრაელი ქვია. მაგრამ არის კიდევ მეორე სახელი ქართული ებრაელის, ეს არის ურია. სხვათა შორის ამან არასასიამოვნო უკან საყივარი სახელი მიიღო და სხვათა შორის ქართულ ებრაელებს არ მოწონთ ეს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ყველაზე ძველ სახელს ებრაელებს ვეძახით ჩვენ ურიას. მათი აბრაამის პირველი მშობლიური ქალაქის სახელს ვეძახით. ეს არც ერთ ენაში არ არის, ხო? ეს საგულისხმოა სხვათა შორის. და რაღაცაზე მეტყველებს, სიძველეზე მეტყველებს. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ისრაელს ეძახიან ურიასტანს.
ქართველები ეძახიან ურიასთან. ანუ ურიათა ქვეყანა, ხო? აბრაამი დაიძრა თავის ახლეული ცარასთან ერთად, თავის ძმისშვილ ლოთთან ერთად. დიდარი კაცია. ყავს სახურები, ყავს მონები, ყავს საქონელი, მაგრამ არ ყავს შვილი. ის გადავიდა ქალაქ ჰარანში, ესა ჩრდილოეთ სირია, თურქეთისა და სირიის მიჯნაზე, ძველი ქალაქი. იქ ცოტა ხანი ჩერდება და უფლის შთაგონებით, როგორც ძველი აღთქმა გვეუბნება ჩვენ, ხო? უფლის შთაგონებით მას უფალი პირდება, რომ ის გახდება მრავალი ხალხის მამა. ეს სიტყვა მრავალი ხალხი სხვადასხვანაირად ითარგმნება. მრავალრიცხოვანი ერის თუ ბევრი ერების ეს კიდე ცალკე თემაა. აბრაამი მოდის, ტოვებს ჰარანს და მოდის და უფლის ბრძანებით ის აგრძელებს გზას. მოდის სამხრეთისკენ და შემოდის ქვეყანა ქანაანში. ვინ არიან ქანაანელები და რა ქვეყანა არის ქანაანი? ქანაანი დღევანდელი გეოგრაფიით რო ავიღოთ, ეს არის ისრაელი, პალესტინა, ნაწილი ლიბანის და ეგვიპტის მიმდებარე ტერიტორია სინას ნახევარკუნძულზეც გარკვეული ნაწილი სამამდე უდაბნო იწყება სინას ნახევარკუნძულის უდაბნო იქამდე საკმაოდ მოცულობითი ქვეყანა არის, ოღონდ ეს არ არის ერთიანი სახელმწიფო. აქ ცხოვრობს მრავალრიცხოვანი ხალხი ქანაანელები. ვინ არიან ქანაანელები? არ არის საერთო ჯამში ჩამოყალიბებული ეთნიკურად ვინ არიან. უმეტესი სპეციალისტების ამბობენ, რომ ესენი არიან დასავლეთ სემიტები. ახლა სემიტი სიტყვა საიდან მოდის? ხო, მეცნიერები როცა ენებისა და ერების დაჯგუფებას კლასიფიკაციას აკეთებდნენ, მე-19-მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა ასეთი მცნება. სემიტური, ქამიტური და იაფეტური ენები. ვიცით, რომ ნოეს ყავდა სამი შვილი, სემი, ქამი, იაფეტი. სხვათა შორის ჩვენ გვეძახიან იაფეტის შთამომავლებს, ქართველური მოდღმის ხალხები, ვინც ტომები, ვინც იაფეტის შთამომავლები, თარგამოს. ხო, ქამიტებს ეძახიან თარგამოსის შთამომავლები, ეთიოპელები ითვლებიან, რომ ქამიტები არიან. აი სემიტები არიან დღეს ვინც შემორჩა, ბევრი ხალხი იყო ასეთი, ასურელები, აქადელები, ამორეელები, არამეელები, ბევრი ხალხები იყო ასე სემიტური მოდღმა, დღეს დარჩა ორი ხალხი, ებრაელები და არაბები. მარტო. ამიტომ როცა ვამბობთ ქანაანელი, როგორც ჩავს მისი კორპუსი და მასივი არის სემიტური, მაგრამ კარგაგვარიანად გაჯერებული არის ხეთური ელემენტით. ხეთური ელემენტით არის კიდევ არის ასეთი ვერსია, თუმცა არაძლიერი და არ არის ფართოდ გაზიარებული, რაღაცა ნაწილი რაღაც კავკასიელების უნდა იყოს მათში. როცა დგინდება წარმომავლობა, ეს არის არქეოლოგიის საკითხი, როცა სამარხებს ხსნიან, მერე მიდის დნმ-ის გასინჯვა, კლასიფიცირება, იქ ჰაპლოჯგუფები, მთელი მეცნიერება ეს. მაგრამ როგორც ჩანს ეს მაინც უფრო სემიტურისა, თუმცა ქამიტური, უფრო სწორად ხეთური ნაწილიც არის იქ. ხო? ესენი არ არიან ერთიანები, მაგრამ ქალაქებში ცხოვრობენ. და მრავალი ურბანული მხარე არის, ქვეყანა არის. ქალაქებში ცხოვრობენ, ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთთან კავშირს კრავენ, ფედერაციებს ქმნიან, კონფედერაციებს ქმნიან. ძალიან ჩამოგავს ხოთაშორის კლასიკურ საბერძნეთს. როცა საბერძნეთი ქვეყანა როგორ კულტურული და ეთნიკური ერთეული არსებობა, მაგრამ ერთიანი საბერძნეთი არ არსებობს. შემდეგ იქ შიმშილობა არის, შიმშილობის ეპოქაში არიან და აბრაამი თავის ახლეულთან ერთად აგრძელებს გზას, შედის ეგვიპტეში. ეგვიპტე არის დიდარი, მაძღარი, ბედნიერი ქვეყანა, ტრადიციულად ასე. ეგვიპტე ძველ სამყაროში იყო სიმბოლო ბედნიერების, სიმაძღრის. ხო? მერე ისე ბრუნდა იქ ეგვიპტეში რაღაცები მოხდა, იქ ფარაონს ძალიან მოეწონა სარა ძალიან ლამაზი ქალი არის, მერე აბრაამმა იქ გაასაღარო ის მისი და არის, ფარაონთან ცოტა ხანი იყო, მერე ფარაონმა გაიგო და დიდი პატივით დაუბრუნა სარა, საყვედურიც უთხრა აბრაამს, რომ რატო არ გამაგებიო ეს, რომ შენი ცოლი იყო და უკან გაუბრუნენ ქანაანში. ქანაანში საინტერესო ამბავი ხდება, რომელიც აუცილებლად აღსანიშნავია.
ქანაანში ის მიდის ქალაქში დასახლებულ პუნქტში სახელად ქვია ამას სალემი. ზოგი სალიმს ეძახის. სადაც მას ხვდება სალიმის მმართველი მეფე, დავარქვათ ასე, და ამავე დროს ქურუმი სახელად მელქისედეკი. ძველ აღთქმაში და აქედან გამომდინარე ბიბლიაშიც და სხვათა შორის ისლამურ ჰადისებშიც მოიხსენიება მელქისედეკი. მელქისედეკის პერსონის გარშემო აი საუკუნეებია მიდის დავა. ვინ არის ეს კაცი? იმიტომ რომ მისი თვისება არის ძალიან დახასიათება არის ძალიან საინტერესო და უცნაური. ის დახასიათებულია რომ ის არის ერთი ღმერთის მაქებარი, მადიდებელი, მას არ აყავს მამა, დედა, მას არ ქონია დაბადება და არ მოკვდება არასოდეს. ძალიან ბევრი ვერსიებია, მე ძალიან ხშირად უყურებ თეოლოგიურ დისპუტს ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის, ებრაელებს და ქრისტიანებს შორის, შიიტებს და სუნიტებს შორის, კათოლიკებს და მართლმადიდებლებს შორის. ძალიან ხშირად ფიგურირებს მელქისედეკის ფიგურა. ვინ არის ეს? არის ძველი ქრისტიანული ვერსია ერთ-ერთი ამბობს, რომ ეს იესო ქრისტეს პირველი გამოვლინება. არის მოსაზრებები ასეთ რელიგიური, რომ ეს ადამიანია საერთოდ, რომელიც არ მომკვდარა. არის ვერსია ასევე, რომ ეს სემია, რომელიც არ მომკვდარა ასე. ერთი სიტყვით მელქისედეკთან აბრაამს აქვს სულიერი კავშირი, ის დალოცვას ღებულობს მელქისედეკისგან. და ღებულობთ ერთ რამეს, თავში როგორ დავიწყოთ, აბრაამი არის პირველი კაცი, რომელმაც თქვა, რომ ერთი ღმერთი არსებობს. მაგრამ მელქისედეკი აბრაამზე უფროსია, იმიტომ რომ დასაბამი არა. ანუ თურმე მელქისედეკია პირველი, ვინც ერთ ღმერთს აღიარებს. ხო? აი მელქისედეკის გარშემო ძალიან ბევრი საუბრები მიდის. ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ თან პერიოდულად უფლისგან მას აქვს პირობა, რომ შენ გახდები მრავალი ხალხის მამა, დაარსებ მრავალ ხალხს. მაგრამ შვილი არ აყავს აბრაამს. აბრაამი უკვე ასაკშია, სარა ასაკშია. უფლის პირობა კარგია, მაგრამ მაინც ადამიანური ეჭვები იჩენს თავს და სარას თავაზობს აბრაამს, რომ კი, კარგია უფალი გვპირდება, მაგრამ მოდი მაინც თადარიგი დავიჭიროთ. მე მოგიყვან ქალს, მე შეგირჩევ, გააჩინეთ შვილი და მე მას ვაღიარებ, მე მკვიდრეთ. ასეთი წესი მოსულა. განსაკუთრებით სემიტურ ხალხებში ჩვენთანაც ხოთა შორის. ჩვენს გარშემოთაც გაგვიგია ხა ესეთი ამბები ჩვენ. მე მაგალითად გამიგია ასეთი რაღაცები, რომ შვილი არ უჩნდებათ და მეუღლე ქმარს აძლევს უფლებას, რომ აი სუროგატი დედა მოძებნე სადმე ქალი და გააჩინე და ავიყვან იმას შვილად და ვიშვილებ. ოღონდ პირობა ასეთია და ასეთ წესიც იყო, რომ მე გიშოვნი ქალს, მე მოგიყვან და სარამ მოუყვანა ძალიან ლამაზი ეგვიპტელი ქალი ჰაგარი. არაბულად ჰაჯარ. არაბები ამბობენ, რომ ფარაონის ქალიშვილი არის, რაც არ გავს ამას რა. ფარაონის ქალიშვილი სარას მხევალი ვერ იქნებოდა. მართლაც ჰაგარი აჩენს შვილს და იბადება ისმაილი. ისმაილი როგორ ითარგმნება? უფალმა გაიგო. უფალმა გაიგო. ისმინა. უფალმა ისმინა. მაგრამ მე როგორც მოსალოდნელი არის ქალთა ხასიათისა გამო კონფლიქტი იწყება სარას და ჰაგარს შორის. ჰაგარი ლამაზია, ახალგაზრდაა და შვილი გააჩინა, ბიჭი, მემკვიდრე, სიბერეში გაუჩინა. 86 წლის იყო. ხო, 86 წლის იყო მაშინ აბრაამი. ხო. მაგრამ კონფლიქტი იწყება, მაგრამ სარას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს აბრაამზე და რაც თავარია, სარა არის კანონიერი ცოლი. ჰაგარი მხევლად რჩება. კონფლიქტი ღრმავდება და ბოლოს სარა პრეტენზიას უყენებს აბრაამს, რომ ან მე, ან მაგ ქალი.
გასაგები. ამავე დროს ხდება სასწაული. სარაფერ გძიმდება სიბერეში. და აჩენს შვილს ისააკ, ანუ მოცინარე, მომღიმარე. 100 წლის იყო მაშინ აბრაამი და 90 წლის იყო სარა, თუმცა არის ასეთი მოსაზრება უკვე მეცნიერულ წრეებში გამოთქმული, რომ ბიბლიაში რახან 100 წლის არის აბრაამი, ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად 100 წლის არის, იმიტომ რომ შუამდინარეთში იყო ასეთ წელიწადი, რაც ჩვენთვის დღეს წელიწადი არის, ხო? მაშინ 2 ახალი წელი იყო. თესვა და მკა. მოსავლის დათესვისა და აღების მიხედვით. ამიტომ ესეთი ვერსია არის, რომ 50 წლის აბრაამი და 55 წლის იყო სარა, მაგრამ ნუ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ასაკში გააჩინოს ისააკი. კონფლიქტი შედგა უკვე. 2 შვილი არის, 2 ბიჭია. სარა ითხოვს, რომ აბრაამმა პოზიცია დაიჭიროს და ერთადერთ მემკვიდრედ გამოცხადდეს ისააკი. და აგარი და ისმაილი განიდევნონ. საბოლოო ჯამში მთავრდება ისე, რომ განდევნა ხდება, გაყოფა ხდება, განპობა ხდება. აქ 2 ვერსია გვაქვს უკვე ჩვენ, ერთი ებრაული, ანუ ბიბლიური და გვაქვს კიდევ არაბული, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხსენიოთ და შევეხოთ. ებრაული ვერსიით აგარს აგდებენ მარტო საკვები და ბავშვი. მაგრამ არაბულ ვერსიაში არის, რომ ქონებას ყოფს აბრაამი, რაც უფრო სარწმუნოა. სახლეული, მონები, მსახურები, საქონელი, ყველაფერი და ასე უშვებს. თავის წილით ოღონდ უშვებს. აი, როცა დავაждები და მოусმენ, აი ეს კონფლიქტი აქედან იწყება. ისმაილი და ისააკი. როცა მოусმენ არაბის წმინდა იურიდიული თვალსაზრისით. არაბის პოზიცია რა არის, რომ ეს ხო თანხმობით დაიბადა ისმაილი. და უფლისნებით დაიბადა და სარას თანხმობით. სარა შერჩეული აგარ. და მე ისმაილს აქვს პირმშეობის უპირატესობა, ანუ უფროსია. ებრაელები როცა დაგიждდებიან და გეუბნებიან, ხო, მათაც თავისი იურიდიული აქვთ სიმყარე. კი, ისმაილი უფროსია, მაგრამ ის კანონიერი ქორწინების შვილი არ არის. კანონიერი ცოლი, ანუ კანონიერი დედით და მამით არის ისააკი. არაბული ვერსია გვეუბნება, რომ მიდიან სამხრეთისკენ ეხოცებათ ყველაფერი, საქონელიც, სახლეულიც და რჩებიან დედაშვილი, აგარი და ისმაილი. სიკვდილის პირას არიან მისულები, ისმაილს დასვამს ქვიშაში დედამისი აგარი, თვითონ ავამთის გორაკის, სხვადასხვა ვერსიებია, მაგრამ მაინც ყველას გავრცელდება, გორაკის თავზე ავა. და როცა უკვე სასიკვდილოდ არიან განწირული დედაშვილი უწყლობის გამოფიტვის გამო, ისმაილი ფეხით გადაწევს ქვიშას. პატარა ის 14 წლის არის, როცა ისააკი დაიბადა. ისმაილი გადაწევს ქვიშას და ამოდის წყალი. გადარჩნენ. ეს არის სახელგანთქმული ზამზამის წყარო, რომელიც დღეს ყველას გინახავთ მექაში, აი ცენტრალური სალოცავი, რასაც ქააბა ქვია. ქააბა ნიშნავს კუბს, ოთხკუთხედს. აი იქ მექაში ამოვიდა ეს წყალი და გადარჩნენ. ნუ რომ შევამოკლოთ, მერე გაიზარდა ისმაილი, დავაშკაცდა, მოიყვანა იემენელი ცოლი, მეორე ვერსიით აგარმა ეგვიპტელი ცოლი მოუყვანა, არის კიდე მესამე ვერსია, რომ იემენელი ცოლი ერთი გაუშვა, მერე კიდე მეორე მოიყვანა, მაგრამ არ აქვს ნიშნობა, გამრავლდა, გაუჩნდა 12 შვილი. გაძლიერდა, გამრავლდა და 12 ძე გაუჩნდა და ერთი ქალიშვილი. ამ 12 ძიდან მოდიან არაბები. აი რაც ვიცით დღეს ჩვენ, არაბები მოდიან ისმაილიდან, ისმაილის 12 შვილიდან. საინტერესო რა არის, რომ სადაც ის წყარო იქ დასახლდნენ და მერე მე ყვები ახლა არაბულ ვერსიას, მერე აბრაამი ჩამოდის ქანაანიდან და აარსებს, აშენებს უფლის სალოცავს. იმას, რასაც დღეს არაბები და მთელი მსოფლიო ვეძახით ქააბას. აი ეს ოთხკუთხედი გვინახავს, ხო? ის არის აბრაამმა და ისმაილმა ერთად ააშენეს უფლის სალოცავი და ითვლება ასე, იმის რეკონსტრუქცია მე ბევრჯერ მოხდა.
შუა საუკუნეებში ხდებოდა ხალიფების სულთნები, მაგრამ თვითონ ის ქააბას მასშტაბებიც და ადგილიც ითვლება ისლამური ვერსიით, რომ ეს არის აბრაამმა აუშენა ისმაილს უფლის სალოცავი. ამიტომ ისლამი თვლის, რომ ყველაზე ძველი სალოცავი ერთი ღმერთის არის ქააბა. დაუბრუნდეთ აბრაამს, სარას და ისააკს. აღარ გავაგრძელებ და მე უკვე ჩდება იაკობი და იაკობს უჩდება, ისააკს უჩდება ყავს მეუღლე რებეკა და რებეკას და ისააკს უჩდება შვილი იაკობი. იაკობს ყავდა 12 შვილი და იმ 12 შვილიდან მოდიან ებრაელები. ებრაელები ვიცით, რომ 12 მუხლისგან, 12 ტომისგან შედგებოდნენ. რაც ბიბლიიდან ცნობილი არის ის, რომ შევკუმშოთ, ვიცით, რომ იაკობს ყავს 12 შვილი, მათ შორის არის იოსები. იქ ვიცით, რომ 11-მა ძმამ როგორი ღალატით კინაღავ დაღუპეს იოსები გადარჩა, ეგვიპტეში ჩავიდა, იქ ფარაონის ყურადღება მიიქცია, გამოიჩინა დიდი ადმინისტრაციული და წინასწარმეტყვარული ნიჭი, დაწინაურდა. ამასობაში უკვე შიმშილობა ისევ ქანაანში და იოსები იწვევს მამამისს და თავის ძმებს ეგვიპტეში და იქ სახლდებიან. ფარაონი, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით რა ერქვა, ფარაონი ძალიან კეთილგანწყობილია და მათ აძლევს მიწას დელტის აღმოსავლეთ ნაწილში, ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში გეშომის მიწას. მერე იწყება ცოტა არეულობა, ბიბლიური ქრონოლოგია ცოტა არეულია, დაუზუსტებელია და ძალიან ხშირად არ ემთხვევა რაღაცებს, ამიტომ მე ნელ-ნელა შემოურევ უკვე წმინდა სამეცნიერო საკითხებს რა, მეცნიერები როგორ ვთვლით სინამდვილეში. იქ ბრალდებიან ებრაელები კეთილგანწყობილი ფარაონების პირობებში, მაგრამ მერე იცვლება რადიკალურად სიტუაცია და მოდის ახალი ფარაონი, რომელიც ძალიან მტრულად არის განწყობილი. თაობების მერე ჩდება ახალი ფარაონი. არც იმ ფარაონის სახელი არ არის ნაცნობი. რატომ მიიღეს კარგად ებრაელები და მერე რატომ გადაეკიდნენ ეგვიპტეში? აქ შემოდის ახალი უკვე წმინდა სამეცნიერო ტერმინი, ეს არის ჰიქსოსები. იყო ასეთი ხალხი ჰიქსოსები, რომლებმაც სინამდვილეში მართლა დაიპყრეს ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნეში, ანუ 3800 წლის წინ დაახლოებით. მე ვამრგვალებ, რომ არ დავღალოთ ციფრებით და თარიღებით ჩვენი მაყურებელი. ჰიქსოსები იკავებენ ეგვიპტეს. ეგვიპტე ჩამოყალიბებული ცივილიზაცია, ხანგრძლივი ისტორია აქვს, უკვე პირამიდებიც გავლილი აქვს, ყველაფერი გავლილი აქვს, მაგრამ იკავებენ, იპყრობენ. ვინ არიან ჰიქსოსები? ჰიქსოსები არიან აზიატები, აზიიდან შესულები არიან ეგვიპტის ტერიტორიაზე, სამხედრო ძალა, ძლიერი. როგორც ჩანს, არიან მომთაბარეები. მათ აქვთ იმ დროისათვის სამხედრო უპირატესობა ყველა დანარჩენ ხალხებზე, კერძოდ მათ აქვთ კომპონენტური მშვილდი, მათ აქვთ ბრინჯაოს იარაღები განვითარებული ძალიან და რაც თავია, საბრძოლო ეტლი ყავთ, რაც ეგვიპტელებმა არ იციან. ჰიქსოსები იკავებენ ეგვიპტეს, ოღონდ იკავებენ ჩრდილოეთ ეგვიპტეს. ეგვიპტე ტრადიციულად ორად იყოფოდა: ზემო ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე. ზემო ეგვიპტე ეს არის სამხრეთი ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე ეს არის ნილოსის დელტა. აი, ქვემო ეგვიპტეს იპყრობენ და გავლენების ქვეშ აქცევენ ზემო ეგვიპტეს, მაგრამ იქ მაინც ეგვიპტური უპირატესობა არის. ამ ქვეყანა ორადაა გაყოფილი. აი, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზუსტად ჰიქსოსების დროს არის მისული ებრაელობა ეგვიპტეში და ამიტომ მიიღეს კარგად, იმიტომ როგორც ჩანს, ეს ჰიქსოსები ასევე დასავლეთ სემიტები არიან. მათი მონათესავეები არიან. ებრაელების მონათესავეები და როგორც ჩანს, ჰიქსოსების ნაკადი ბევრი ვარაუდობს, რომ იქაც ხეთური ელემენტი არსებობს, ასეთ მოსაზრება კავკასიური ელემენტიც არის. ზოგიერთ ეგვიპტური დინასტიის მუმიებში აღმოჩნდა, რომ კავკასიური გენომი, დნმ. ზოგიერთ ეგვიპტელ ფარაონს და ეს სხვათა შორის რაღაც გამოძახილია ჰეროდოტეს ვარაუდის, რომ ეგვიპტელები და კოლხები ნათესავები არიან ერთმანეთის.
სხვათა შორის ეროდოტე ერთ უცნაურამეს გვეუბნება. წინ დაცვეთა ორ ხალხს აქვს. ეგვიპტელებს და კოლხებს, ებრაელი ნახსენები არ არის. ხო? მაგრამ ამას დავანებოთ ახლა თავი. ჰიქსოსების ხელშია, მაგრამ ზემო ეგვიპტეში ძლიერდება უკვე ძალიან ეგვიპტური ნაციონალიზმი, რა ვარქვათ ასე, ხო? და იქ უკვე წიფთება, რომ უნდა გავანთავისუფლოთ, უნდა გავუყაროთ ეს უცხოელები, ჰიქსოსები. ჰიქსოსი აი უხეშად რომ თარგმნოთ, ითარგმნა როგორც ბანჯგვლიანები, თმიანები. როგორც ჩანს, ტყავი ეცვათ. თავიანთ ფარაონები ყავთ, დიდი ფარაონი ყავდათ აპოპი. ძალიან გავლენიანი კაცი იყო, ხო? და არის ასეთი ის არის, რა ქვია, ინფორმაცია არის, რომ ზემო ეგვიპტეში ეგვიპტელებს თავის ფარაონები ყავთ. არის ასეთი ფარაონი სეკენენრა, რომელიც ქადილი არსებობს. იქ ადის, რომ აი მე ჩავალ დელტაში და მუცელს გამოვფატრავ ჰიქსოსების მეფეს, მომხდურს. ეს არსებობს სეკენენრას ქადილი. წარწერა ასეთ. მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა სეკენენრას მუმია. რა არის ნიშანდობლი? თავი აქვს გაჩეხილი სამხედრო საბრძოლო ცულით. ანუ ბრძოლაში დაიღუპა როგორც ჩანს, დამარცხდა. ანუ პირველი ომი ჰიქსოსებს და ეგვიპტელებს შორის ჰიქსოსებმა გაიმარჯვეს. მაგრამ ვითარება იცვლება რადიკალურად ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნეში, როცა ეგვიპტეში, ზემო ეგვიპტეში ტახტზე ადის ერთ-ერთი დიდი ფარაონი იაქმოს პირველი. იაქმოს პირველმა გაატარა სამხედრო რეფორმა და გადმოიღო ჰიქსოსური სამხედრო ნოვაციები. ეტლიც, კომპონენტური მშვილდიც, ბრინჯაოს იარაღებიც განავითარა, ყველაფერი შექმნა ძლიერი არმია და ჰიქსოსები გამოყარა. აი ახლა ჰიქსოსების ეპოქა დამთავრდა. მივადექით უკვე გამოსვლას. აი როცა კარგი ფარაონების პირობებში გამრავლდნენ ებრაელები, მაგრამ მოვიდა ფარაონი, რომელმაც მონათ აქცია ებრაელები. იმდენად გამრავლდნენ ებრაელები, რომ ასეთი ცნობა არის ბიბლიიდან, ხო ძველი აღთქმიდან, რომ იმდენად რომ შეძრწუნდა ფარაონი ეგვიპტელების, რომ ჩვენზე მეტი არიან ესენი უკვე და ამიტომ უნდა დავიმონოთ, ხო? აქ იწყება უკვე მოსეს ეპოპეა, ამას დიდხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილია, ბავშვების ზღაპარშიც კი ბავშვობიდან გვახსოვს ახლა მოსეს გამოსვლა, როგორ გამოვიდნენ. ამოვიდა ეს ებრაელები 12 მუხლი, აიყოლია თავის ხალხი და გამოვიდნენ, მაგრამ აი აქ არის ერთი ყველაზე დიდი შეკითხვა, რომელიც დღემდე გადაუწყვეტა. როდის მოხდა გამოსვლა ეგვიპტიდან? როდის იყო მოსე? ესე იგი დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის, ანუ 26, 35, 34 თუ 33 თუ 32 საუკუნეების წინ. ანუ სხვაობა არის 400 წელი. ამ 400 წელში ნებისმიერ თარიღი შეიძლება ბევრი ვერსიებია, გიორგი, ახლა ამას არ მოვყვები. ისეთ ვერსიებია, რომელიც აი ფანტასტიკური. საერთოდ ცნობები როცა ცოტაა, ისტორიკოსებს აქვთ ასეთი განავითარო გარკვეული რაღაც თეორიები, ხანდახან ძალიან საინტერესო, რევოლუციურიც. მაგალითად არის ასეთი თეორია, გამოითქვა, რომელსაც ახლა დიდი, რომ იყო ასეთი ეხნატონი, დიდი რეფორმატორი ეგვიპტის ფარაონი 34 საუკუნის წინ, ხო. ხო, მე-14 საუკუნეა ძველი წელთაღრიცხვა, რომელმაც ერთღმერთიანობა შემოიღო. ყველა ღმერთები გააუქმა და მზის ღმერთი ატონი დატოვა. და შექმნა მერე ეს დედაქალაქი, ახეტატონი რაღაცები და ითვლება, რომ ის იყო მონოთეისტი. ისე როგორც ებრაელები, ხო? არის ვერსია ასეთი გამოთქმული, რომ მოსე არის ეს ეხნატონი, რომელმაც წარუმატებელი რეფორმა განახორციელა, ხალხი არ აყვა მას, რა ძველი ღმერთების ერთგულები დარჩნენ ისინი ეგვიპტელები და ამიტომ თითქოს და ის ფარულად ჩავიდა გეშომში, ებრაელებს ჩაუდგა სათავეში, ისინი ერთღმერთიანები იყვნენ და იმან გამოიყვანა. ნუ ახლა ეს ცოტა სასაცილო და სამხიარულოც არის, მაგრამ საინტერესოა ისე, ხო?
არ ვიცით ზუსტად 400 წელი არის ამპლიტუდა, რომელი ფარაონი არის. არის ვერსია, რომ იაქმოს პირველის ვედროს გამოვიდა, არის თუთმოს მესამის დროს დიდი ფარაონი იყო ისე. დიდი ფარაონების დროს არის გამორეკილი იქიდან, წამოსული, იძულებით გადანაცვლებული. ეს შეიძლება იყოს იაქმოს პირველი, თუთმოს მესამე, შეიძლება იყოს რამზეს მეორე, დიდი ფარაონი, ეს შეიძლება იყოს რამზეს მესამე. ხო, ანუ დიდი დრო არის. ბოლო თარიღები უკავშირდება მე-13-მე-12 საუკუნეებს. შეიძლება უფრო გვიანაც. რამზეს მეორეს მაგალითად. მე ახლა როგორც მიკვლევია და სხვათა შორის საკმაოდ ბევრი ლიტერატურას გავეცან, მე მაინც ყველა ვერსიას თავისი უპირატესობა აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ გვიანდელი რამზეს მეორის დროს არის და რატომ გეტყვით. გამოვიდნენ ებრაელები, ახლა იქ 40 წელი იარეს, რატო იარეს, ამაზე აღარ შევჩერდებით და შევიდნენ და დაიკავეს ქანაანი. ქანაანი დაიკავეს מחვილით, დაიკავეს შეთანხმებებით, დაიკავეს კავშირებით, ზოგი ქალაქი დააქციეს, ზოგი შემოიმტკიცეს, ზოგს ასიმილაცია გაუკეთეს, ზოგი იძულებული გახადეს და ასე შემდეგ. ქანაანის დაპყრობა მოხდა იესო ნავინის, ანუ ისუ ნავეს მეთაურობით. მოსე არ შესულა ქანაანში, ვიცით ხო? მაგრამ აქ ახლა უკვე შემოდის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ებრაელებს აქვთ უჩნდებათ კონტაქტი, პირველი კონტაქტი ასეთ ხალხთან, სახელად ფილისტიმელები. რასაც თავის თავს ეძახიან პალესტინელი არაბები. და არის ამაზე დავა, რომ ეს პალესტინელები და არ არის ეს ზუსტი. აი, ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ, რომ პალესტინელი არაბები ვახსენოთ, მაგრამ პალესტინელები არაბები არ არიან. ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია არაფერი საერთო არც არაბებთან, არც ებრაელებთან, ზოგადად არც სემიტებთან ფილისტიმელებს არ აქვთ. ვინ არიან ესენი? ვინ იყვნენ ეს ფილისტიმელები? სხვათა შორის ფილისტიმელი იყო გოლიათი, დავითმა რო დაამარცხა, მე მოგვიანებით ხო? მე-13-მე-12 საუკუნის მიჯნას დაახლოებით 3300-3200 წლის წინ, ანუ 33-32 საუკუნის წინ ეგეოსი უпроსორად ხმელთაშუა ზღვის აუზში, რომელიც სამ კონტინენტს მოიცავდა, ევროპას, აზიას, აფრიკას, ხო, მოხდა რაღაცა გრანდიოზული კატასტროფა. იმიტომ რომ მოხდა მანამდე არნახული ამოძრავება ხალხების. და ეს ხალხები ამოძრავდნენ სამხრეთ ევროპის, ანუ იტალიის სამხრეთიდან, კუნძული სიცილია, კორსიკა, კრეტა, სამხრეთ საბერძნეთი, ჩრდილოეთ ბალკანეთი, აი რაღაც დასავლეთ მცირე აზია, დასავლეთ თურქეთი რო დავარქვათ. აი ეს ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის ხალხები, ვინც კი ზღვასთან არის ახლოს, წარმოუდგენელი გრანდიოზული ამოძრავება ხდება. დიდი გადასახლებები, დედაწულიანად აყრილი ხალხები. ამათ ეძახიან ზღვის ხალხებს. ასე ქვიათ. ვინ არიან ესენი? როგორც ჩანს, არის კონფედერაცია სხვადასხვა წარმომავლობის და ეროვნების ხალხების. კონფედერაციები. აქ არიან სიცილიელები, აქ არიან სამხრეთ იტალიის მკვიდრები. სხვადასხვა სახელები ქვია, არ გადაგყლით ახლა ამ სახელებით, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არ არის სამეცნიერო კვლევა ჩავატარო. და იწყებენ გადმოსვლას, გადმოსახლებას აზიაში. მოდიან ძალიან აგრესიულად, მოდიან გემებით. სხვათა შორის ტროას ომი ითვლება, რომ ერთ-ერთი ეპიზოდია ზღვის ხალხების გადმოსახლების, ტროას დაცემა. ესენი არიან იჩენენ წარმოუდგენელ სისასტიკეს, რასაც იღებენ და ვისაც ამარცხებენ, ანადგურებენ, ჟლეტენ, წვავენ, ფესვებიანად ხრიან ყველაფერს და მოდიან დედაწულიანად, ბავშვებით, ქალებით, საქონლით, ყველაფრით. დაპყრობას აქვს ორი ტიპის დაპყრობები, ერთი წმინდა სამხედრო ოპერაცია, ჯარი გაცვნილი, ჯარი შემოდის, გამარცხებს, ან ცუდად მოგექცევა, ან კარგად მოგექცევა, ან დარჩება შენ ტერიტორიაზე, ან მიდის. არის დაპყრობის მეორე სახეობა, როცა
აი ყველაფრით მოდის. ჩარდახებით, აი მომთაბარეები იყვნენ ასეთი, აი მონღოლები, ჰუნები, არაბებიც თვითონ, ხო? ბევრი ხალხები იყო ასეთი, ხო? დედაწურლიანად გადმოსახლე ჩარდა და დასახლდებიან ფესვსკაიდან, გადაპარსავენ, მერე გადაივლიან სხვაგან მიდიან. ვინც წინააღმდეგობას უწევს სპორტს. დაახლოებით ასე მოდიან, მათ დააქციეს ისეთი გრანდიოზული იმპერია, ძველი სამყაროსი, როგორც არის ხეთების სამეფო. მათ დაანგრიეს უბრწყინვალეს ქალაქი უგარეტი. როცა გამოიარეს მცირე აზია სამხრეთისკენ და ბრმად არ მოდიან გიორგი. მოდიან ეგვიპტისკენ, ანუ იპყრობენ დიდარ ქვეყნებს. ღარიბ ქვეყნებში, ან ნაკლებად დასახლებულ ქვეყნებში არ შედიან. დიდარ ქვეყნებს, ანუ მათ აქვთ ინფორმაცია, ინფორმაცია საიდან უნდა ქონდეს. არის ასეთი ხალხი ძველ სარდინელებს ეძახიან სარდენებს. სარდენული გვარდია მანამდე მსახურობდა ეგვიპტელების ჯარში. და ამ ზღვის ხალხებში სარდინელებიც არის. ანუ მათ ჰქონდათ ეს კონტაქტი, ამიტომ მოდიან ეგვიპტისკენ. ეგვიპტე უნდა დაანგრიონ და აქციონ, გაძარცვონ. მაგრამ ხდება ორი ბრძოლა, ერთი სახმელეთო და მეორე საზღვაო. ხო, საინტერესო რა არის, ღრმად არ შედიან კონტინენტში. მოყვებიან ზღვას. უმეტესად ახლა ქალაქები იყო წყლის პირას, ან ზღვის პირას, ან მდინარეების პირას, იმგეს წავენ, სპობენ, ანადგურებენ. მიზეზი არავინ არ იცის რატო დაიძრნენ ესენი. არის ვერსია, რომ ან პანდემიის ბრალია, ან მოუსავლიანი წლების ბრალია, ან ვიღაცა მათზე უფრო მაგარი დამპყრობელი გამოჩნდა. არის ვერსია, რომ დორიელების შემოსვლა დაიწყო ბალკანეთში და იმათი შიშით დაიძრნენ ესენი, ხო? არის ვერსია, რომ მიწისძვრის ბრალია, არის ვერსია, რომ ყველაფერი ერთად მოხდა. მათ იმსხვერპლეს კრეტა-მიკენის კულტურა, უბრწყინვალესი ურბანული ცივილიზაცია, ყველაზე ძველი ევროპული ცივილიზაცია. ჩვენ რაღაც კავშირები გვაქვს. მათ შორის ვარაუდობენ, რომ არიან პელაზგებიც. პელაზგური გენეტიკაც არის ზღვის ხალხებში. მოდიან და შემოდიან ნილოსის დელტას მოადგნენ და აქ დახვდა ასევე დიდი ფარაონი რამზეს მესამე, უმძიმესი სახმელეთო საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა. ოღონდ ვერ გაანადგურა. შეაჩერა და დადო კავშირი დამარცხებულ ფილისტიმელებთან, რომ დარჩით იქ, სადაც ახართ და დაიწყეთ მსახური ეგვიპტის ჯარში, ფარაონის გვარდიაში, ვაჭრობის უფლება მიცა და ასე ჩარჩნენ იქა ზღვის სანაპიროზე, ეგვიპტესა და აი ქანაანის ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროზე 5 ქალაქი დაიკავეს, აი როცა უკვე ბიბლიური თემები იწყება, იქ დავითი, საული ჩდება, მერე მანამდე მსაჯულთა ეპოქა, მერე საული, მერე დავითი, მერე სოლომონი, ფილისტიმელები არა 5 ქალაქი უკავიათ. ვიცნობთ ამ ქალაქებში, აზდოდი, აშკელონი, ღაზა, გათი და ყეკრონი. 4 ვიცით, ყეკრონი არ ვიცით, სადა ვერ მიაგნეს ყეკრონს. ოღონდ ერთიან სახელმწიფოს არ ქმნიან. ესენიც ფედერაცია არის რაღაც. და უპირისპირდებიან ებრაელებს. დაუნდობელი ომები, პერმანენტული ომები იწყება ებრაელების 12 ტომსა და ფილისტიმელებს შორის და ეს დავითის ეპოპეა და გოლიათი და ამბები და ეს ყველაფერი ცნობილია, ჩვენთვის ახალმაზე აღარ გავჩერდება. მერე როცა უკვე მსაჯულთა ეპოქა დამთავრდა, მსაჯულთა ეპოქაზეც შეუთანხმებლობა, ზოგი თვლის რომ 400 წელი გაგრძელდა, ზოგი თვლის რომ უფრო ნაკლებად, მაგრამ უკვე ჩდება, უკვე სამეფო იქმნება. ისრაელის სამეფო. ახლა ითვლება, რომ დავითია პირველი მეფე. მე-10 საუკუნეა, მე-11 მე-10 საუკუნე, ძველი წელთაღრიცხვა, 3000 წლის წინ. დაახლოებით 1000 წლის ძველი წელთაღრიცხვის 1000 წელს აიღო მან იერუსალემი. როცა დაიკავეს სხვათა შორის ისუნავის დროს იერუსალემი ვერ დაიმორჩილეს. იერუსალიმში ცხოვრობს ხალხი იებუსიელები, ამაზეც ცოტას დავილაპარაკებ, ხო? მაგრამ ითვლება, რომ დავითი არ არის დავითი პირველი მეფე საულია. მერე არის დავითი, მერე არის სოლომონი, გაერთიანებული ისრაელი რასაც ქვია, ხო? დავითის დროს იღებენ იერუსალიმს, აი რომ თქვით მელქისედეკი არის სალიმის მეფე. ეს ტერმინი ძალიან საინტერესოა. რას ნიშნავს იერუსალიმი? სალიმი არის ძველი ღმერთი ღვთაება, ვარაუდობენ რომ სემიტური არის ვერსია, რომ შეიძლება შუმერულიც იყოს, არის სიმშვიდის, უბრალოდ დაისის, ჩამავალი მზის ღმერთის, მაგრამ ამავე დროს არის
სიმშვიდის, კეთილდღეობის, მშვიდობის, კმაყოფილების ღმერთი. ეს ყველაფერი ერთად რომ მოვყაროთ თავი, ეს არის მშვიდობა, სალამ, შალომ. აი მაშინ ერქვა სალიმის ღმერთი, ის იყო მართველი, მელქისედეკი, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით, ხო? იერუ, ურუ. არის ვერსია, რომ შუმერული ტერმინია ალაქს დასახლებას ნიშნავს, ან სოფელს ნიშნავს, ან რაღაცას ნიშნავს, ხო? ბევრი ახსნავს, ანუ დავითმა დაარქვა თავის ახალ სატახტო ქალაქს იერუსალიმი. ანუ მშვიდობის ალაგი, მშვიდობის ქალაქი, მშვიდობის დასახლება, ხო? იქ მერე გადააქვს რჯულის კიდობანი, რა არის რჯულის კიდობანი ეგვიპტიდან, ხო? ეს მოსეს მემკვიდრეობა ეს არის რა ქვია, მოსეს კანონებია შიგნით. უფლის ბრძანებით შეიქმნა. შეიჭედა, ხო ეს ებრაული რწმენის მატერიალური საფუძველი. ეს არის რჯულის კიდობანი. და დგამენ სიონის მთაზე, კლდე არის იერუსალიმში, ასეთი სიონის მთაზე დებენ იქ. დავითის ეპოქა გავიარეთ, სამხედრო ძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, გაფართოება ისრაელის, თუმცა ერთ რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა ცალკმად. დავითის სახელმწიფოს ძლიერება, ცნობილი ამბავი ისე, მაგრამ საინტერესო რა არის, მეზობლებმა ვერ შეამჩნიეს ისრაელის დიდება. არც ეგვიპტურ წყაროებში, არც შუამდინარულ წყაროებში რაღაცა წარმოუდგენელი სიძლიერის სახელმწიფოს არ იცნობენ ისრაელის. ხა ძველი ეგვიპტელები ჰაბირუს ეძახოდნენ მაგალითად, ხო? აპირუს ეძახოდნენ, ხო? როგორც ჩანს, რეგიონალური ლიდერია და არა რაღაცა ესა დიდი ძლევამოსილების ქვეყანა, ხო? ახლა გამორიცხულია ისრაელი არც ეგვიპტეზე ძლიერი ყოფილა და მით უმეტეს არც ასურეთზე ძლიერი არ ყოფილა. სოლომონის ეს არის ოქროს ხანა, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე სამართლიანი მეფე ვინ არის მსოფლიოს ისტორიაში? ეს შეიძლება ბავშვსაც დაუსვა, ხო? მეფე სოლომონ ბრძენი. არაბულად სულეიმანი. მაგრამ სოლომონის მერე ხდება ის, რაც ძალიან ხშირად ხდება. ერთი საუკუნე გაძლო, ერთი საუკუნის ფარგლებში იარსება ერთიანმა ისრაელის სახელმწიფომ, სადაც 12 ტომი მშვიდობაში ცხოვრობს, სადაც დედაქალაქი იერუსალიმია, სადაც ერთ ღმერთს ეთაყვანებიან, ერთ საუკუნე. სოლომონის გარდაცვალების მერე ისრაელი იყოფა ორად. განპობა ჩრდილოეთით 10 ტომი, სამხრეთით 2 ტომი. თუმცა უფრო ზუსტი იქნება სამხრეთით 3 ტომი, ჩრდილოეთით 9 ტომი. მესამეს არ ახსენებენ სამხრეთით დარჩა ბენიამინი და იუდას ტომი, თუმცა იყო მესამე. სიმეონის ტომიც იქ იყო, მაგრამ იმ დროისთვის უკვე იუდაში ისე იყო აფთქვეფილი, რომ უკვე სახე ჰქონდა დაკარგული და ჩრდილოეთში დაუშვათ, როგორც ამბობენ და როგორც ტრადიცია გვეუბნება, 10 ტომი. იერუსალიმი დარჩა იუდას სამხრეთს, ანუ ეს 2 ტომი სადაც დარჩა, დაერქვა იუდას სამეფო, ანუ ლათინურად და ბერძნულად იუდეა. ხოლო სახელი წაიღო ისრაელის ჩრდილოეთმა. მათი დედაქალაქი გახდა ქალაქი სამარია. წარმოუდგენელი მტრობა ჰქონდათ ერთმანეთთან. აი ისეთი მტრობა ჰქონდათ, რომ მოკავშირეებს ეძებდნენ გარეთ უცხო ხალხებს, უცხო ტომელებს, უცხო სახელმწიფოებს, მათ შორის სუპერ სახელმწიფოებს, ასურელებს, ეგვიპტელებს, თქვათ, ხო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ეომოთ. ხა ჩვენ ბიბლია ძველი აღთქმა რაც არის, ეს მაინც იუდას ტომის აპოლოგია არის. სამხრეთის იუდას სამეფოს, სადაც იერუსალიმი დედაქალაქია, ხო? ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად ამ ებრაულ ანალებში ხვდებით, რომ ძალიან უარყოფითად მოიხსენიება ის 10 ტომი, ჩრდილოეთის 10 ტომი. აბრალებენ თუ მართლა ასე იყვნენ, რომ უარი თქვეს ერთ ღმერთზე, უღალატეს ღმერთს, დაემონენ მრავალ ღმერთებს, აღადგინეს ოქროს ხბორი, ბომონები, კერპები, ნუ აი ყველაფერი უბედურება დაემართათ იმათ. ნუ ასე ვიცით, ახლა იმათი ვერსიები ჩვენ არ ვიცით. თუმცა რაღაცა ეჭვები არის ამ რაღაცა დაბრალების სურნელი აზდის ამას რა. და
და როგორც ყოველთვის ხდება, ორად გაყოფილი ხალხი, თან მტრულად მოსისხლეთ მოკიდეული ხალხი მალე მარცხ ხდება და 722 წელს ძველი წელთაღრიცხვის ქრისტეს დაბადებამდე 722 წელს ჩtildeოეთს, ანუ ისრაელის სამეფოს, ანუ სამარიას იღებენ და ანგრევს სარგონ მეორე. სარგონ მეორე, ასურეთის მეფე, შარუქინ, დიდებული მეფე, დიდი მეფე, რომელმაც მანამდე ძალიან წარმატებული ლაშქრობები აწარმოა, აღმოსავლეთით, ჩtildeოეთით, სხვათა შორის აი ურარტუს სამეფო რო არის, აი სარგონს ყავდა ძალიან ძიმე დღეში ურარტუს სამეფო, რომელთან ჩვენ რაღაც კავშირები გვაქვს ქართველებს. იღებს სამარიას, ანგრევს და აყრის ებრაელებს და მიყავს 10 ტომი მიყავს გადასახლება შამდინარეთში. საერთოდ ასურელებს, აქადელებს და ბაბილონელებს ეს წესი ჰქონდათ, რომ რომელიმე ქვეყანას რო იპყრობდნენ, იმ მოსახლეობას აყრიდნენ, ჩაასახლებდნენ თავიანთ ცენტრალურ პროვინციებში, თავიანთ მეტროპოლიებში და იმათ მაგივრად ადგილობრივ მკვიდრები მოყავდათ და ასახლებდნენ იქ. და ასეც მოხდა მოსახლეობის გაცვლა. ოღონდ ყველა არ გაუსახლებია, არისტოკრატია გაასახლა. რაღაცა მოსახლეობის ნაწილი დარჩა და ამ არისტოკრატიის სანაცვლოდ, რომელიც ჩამდინარეთში ჩაასახლა, გადმოასახლა ამორეელები და არამეელები. და როცა ესენი ჩამოსახლდნენ სამარიაში, შერწყმა მოხდა ადგილობრივი ებრაელებისა და ჩამოსახლებულების და გაჩნდა ასეთი ეთნიკური ერთეული სამარიტელები. გაგვიგია ალბათ კეთილი სამარიტელი, როცა უფალი უყვება თავის მოწაფეებს, ხო, კეთილი სამარიტელი. ეს სამარიტელები გახდნენ მოსისხლეები ებრაელებმა არ აღიარეს თავისი ერის ნაწილად იუდას ტომმა. არ აღიარა და მუდმივი მტრობა ჰქონდათ და მე მოგვიანებით ტაძარი როცა დაანგრიეს და აღადგინეს, მათ უნდოდათ მონაწილეობა ტაძრის აშენებაში და უარი უთხრეს. და სამარიტელებს ცალკე აქვს თავის სალოცავი, ხო? დღეს არის 800 კაცი დარჩენილი. თუმცა დრო იყო რამოდენიმე მილიონი. დაეცა ესა ჩtildeოეთი, მაგრამ მანდ ბევრ დროს არ გაუვლია და 586 წელს დაეცა იუდას სამეფოც, იუდეაც დაეცა. იერუსალიმი აიღო ნაბუქოდონოსორ მეორე, ახალი ბაბილონის უძლიერესმა მეფემ. ასევე მოთხარა იერუსალიმი და დაანგრია სოლომონის, ჩვენ გამოგჩა სოლომონმა ტაძარი დააარსა, პირველი ტაძარი, სოლომონის პირველი ტაძარი, ანუ სოლომონის ტაძარი დააქცია ნაბუქოდონოსორ. ეს არის ებრაელის ფსიქიკაში, ეთნოფსიქიკაში ჩაქუავებული ტრაგედია. პირველი ტაძრის დანგრევა, ნაბუქოდონოსორის ტყვეობა. და გაასახლა უკვე იუდაც და ბენიამინიც. გადასახლდნენ ბაბილონიაში, გადაასახლეს, იქ იყვნენ, იქ ის 10 ტომი დახვდათ, უკვე ნაწილი გათქვეფილი იყო. ძალიან საინტერესოა საერთოდ ეს 10 ტომი დაიკარგა. აი დღევანდელი ებრაელები ამბობენ, რომ ის 10 ტომი აღარ არის. გაქრა. საინტერესოა, ძალიან ბევრი რაღაცები არის რაღაცა ცნობები, აი ნაფლეთები, რომ ამ 10 ტომის ნაქუსლები სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად ძალიან ბევრ ჩვენ თანამემამულეს უნახიათ, როცა პალესტინა ისრაელის დაპირისპირება საჩვენო, ებრაელი ჯარისკაცებში ძალიან ხშირად არიან შავკანიანი ებრაელი ჯარისკაცები. ბევრმა მკითხა, რომ ბატონ გუბას ვინ არიან ესენი? ებრაელებს არ გავნან გარეგნულად. ესენი არიან ფალაშა, ეთიოპელი ებრაელები. რომლებიც თავის ორი ვერსიით არიან. რომლებიც ამბობენ, რომ ერთი ვერსიით ესენი არიან აი სოლომონს და საბის დედოფალს შვილი გაუჩნდა მენელიქის შთამომავლები არიან, მეორე ვერსიით არის, რომ უდაბნოში მოძრაო 40 წელი რო დადიოდნენ, დანის ტომის ნაწილია, იქ დაიკარგა ერთი ნაწილი. დანის ტომის ნაწილია. სხვათა შორის რა ადასტურებს იცი ამას? ფალაშას სიძველეს. მათ აქვთ თორა, მაგრამ არ აქვთ თალმუდი, იმიტომ რომ თალმუდი არის ბაბილონის ტყვეობაში დაწერილი. თორა ებრაულია, თალმუდი არამეულია. და მე როცა შიმშილობა რო იყო აფრიკაში 80-იან წლებში, რომ მილიონობით ხალხი დაიღუპა, მაშინ ისრაელმა ფანტასტიკური ოპერაცია ჩაატარა
თორცდები 100-ზე მეტი სამგზავრო თვითმფრინავით, აი გადაზიდეს ეს ფალაშა ისრაელში, გადაარჩინეს. შიმშილს და იმას და ისრაელში ცხოვრობენ სხვათაშორის ძალიან კარგი მოქალაქეები არიან, ერთგულები და რაც თავარია, ფანტასტიკური ჯარისკაცები არიან. ჩვენ ებრაელებზე არის ასეთი ვერსია ქართველ ებრაელებზე, პირველ 10 ტომში მოხვდა ისახარის ტომის წარმომადგენლები არიან, თუმცა მანდამეც კარგად ნაკვლევი არ არის ეს თემა რა. ბაბილონის ტყვეობით და პირველი ანუ ჩtildeო ებრაული სახელმწიფოს ისრაელის იმ 10 ტომიდან არიან, ხო? ბევრი რაღაცებია მადაგასკარში ვიღაცა ტომები იჩემებდნენ, რომ ჩვენ ებრაელები ვართ. ინდოეთში არიან, შუა აზიაში დავანებოთ, იმ 10 ტომის, ხო? ხო, მოხდა ის, რომ დაეცა 586 წელს იერუსალიმი დაეცა და ტაძარი დააქციეს ბაბილონელებმა, მაგრამ მანდამეც ბევრი დრო არ გასულა სინამდვილეში. ბაბილონს დაუდგა განსაცდელი. ბაბილონი აიღო და დაანგრია ახლად აღმოცენებულმა და ძლავრმა იმპერიამ აქემენიდური სპარსეთი, ანუ ირანი. და კერძოდ კიროს დიდი. მე რომ მკითხოთ, კიროს დიდი არის პირველი იმპერატორი ადამიანური სახით. აი იმპერია ადამიანური სახით, ახლა მე ნანახი მაქვს პერსეპოლიში ნამყოფი ვარ. პერსეპოლის მე მოგვიანებით ალექსანდრემ დაწვა სიმთვრალეში მე ჯავრობდა ძალიან ეს კიროსის სამეფო სამი დედაქალაქი ქონდა სუზა, ეკბატანა და პერსეპოლისი, ხო? აი პერსეპოლისის ეს ნანგრევებზე ნამყოფი ვარ და ეს ბარელიეფები ნანახი მაქვს მე. იქ არის ხარკის გადახდა ამ დამპყრობილი ხალხების მიერ და ასე შემდეგ და ეს დარიოსის სასახლეს გულისხმობ უკვე. და დარიოს პირველი როგორი კიროსის შთამომავალი, როგორ იბარებს ხალხს. საინტერესო რა არის, იცი? არც ერთი დამორჩილებული ხალხის წარმომადგენელი მუხლებზე არ ადგას. არ არის დამხობილი ძირს, არ არის გათოკილი. რაც ასურულში, ეგვიპტურში, შამდე ბაბილონურში, აქადურში, რო ნახოთ ბარელიეფებს არის რაღაცა კონცლაგერებია. დაჭრილი თავები, გადამწვარი ქალაქების მოხატულია სასახლეები. აქ არის არაფერი, მეგობრული, ოღონდ დარიოს პირველი შემაღლებულზე ზის, რა თქმა უნდა, იმპერატორი. კიროსმა აიღო ბაბილონი და არა მარტო ბევრი რაღაცები აიღო, მთელი აზია და ეგვიპტე დაიმორჩილეს მერე მისმა მემკვიდრეებმა, აზია, ლიდიის სამეფო, მიდიის სამეფო და ასე შემდეგ, ბაბილონი. საინტერესო რა არის, ბაბილონის აღება გაუჭირდათ სპარსელებს, მაგრამ ღამე კარი გაუღეს. ვინ გაუღო კარი? ებრაელებმა გაუღეს კარი. ძველი წყენა, აი ეს არის. ამიტომ არ უნდა გაამწარო არც ადამიანი და არც ერი. ტაძრის დაქცევა, პირველი ტაძრის, სოლომონის ტაძრის დაქცევა ბაბილონელებს არ აპატიეს ებრაელებმა და გაუღეს სპარსელებს კარი. კიროს ძალიან საინტერესო კაცია. ძალიან, აი თუ ვინმე სიმპათიას იწვევს ისტორიაში, ერთ-ერთი კიროს დიდი. კიროსმა დაუფასა ებრაელებს და მათ ნება დართო. დაბრუნებული იყვნენ სამშობლოში და უფლება მიცა ტაძრის აღდგენისაც მთავარია. არსებობს მისი ბრძანებულება. ვაძლევ უფლებას, რომ თავის ღმერთს ეთაყვანო. უფრო მეტიც ფინანსებიც გამოუყურო ტაძარი აღედგინათ ებრაელებს. თანამედროვე ირანის წინამორბედის სახელმწიფოს მეთაურმა ებრაელებს არათუ დაბრუნების არა საუბარი ისტორია პროგრესირებს, არის დიდი სისულელე, აფერი პროგრესირებს ისტორია. ხანდახან ისეთ რეგრესში იცის, ჩავარდნა, გინდა ხალხმა, გინდა ეპოქამ, გინდა ცივილიზაციამ. ხო? რითი ჯობია შუა საუკუნეები ძველ რომს და ძველ საბერძნეთს მითხარი? არაფრით. ებრაელებმა წლების განმავლობაში აღადგინეს ეს ტაძარი, სხვადასხვა სახე მიიღო, მერე ჰეროდე დიდმა მიცა საბოლოო სახე პირველი საუკუნეების მიჯნაზე. მერე მოვიდა ალექსანდრე 333 წელი ძველი წელთაღრიცხვით, ხო? ალექსანდრემ დაუდასტურა ებრაელებს კიროსის პრივილეგიები, დიდსრულოვნად მოექცა, მაგრამ ალექსანდრეს მემკვიდრეები კი არა უკვე. დიადოხებს როცა ეძახე, ალექსანდრე გარდაიცვალა, ვიცი ჩვენ, ისი სამეფო დაიშალა 4-ად, მანამდე უფრო მეტად
ამათ მისმა სარდლებმა გაიყო ეს დიადოხების ეპოქა. ანუ ბერძნულ მაკედონური ბატონობა. ისრაელის, ანუ იუდეის ტერიტორია აღმოჩნდა პტოლემესა და სელევკეს შორის, ორ დიდ სარდალს შორის მტრობის ასპარეზი, იქ ომები მიდიოდა, უბედურება მიდიოდა, ერთხელ პტოლემემაც დაამხო და დაანგრია იერუსალიმი. საერთოდ პირველი ანტისემიტები თუ ვინმე საინტერესებს ვინ იყვნენ? იყვნენ ბერძნები. ბერძნებს ძალიან არ უყვარდათ ებრაელები. მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი და უცხო ცივილიზაცია იყო. ბერძნული პოლითეიზმი, თავისუფლება, ფილოსოფია, თქვათ, ხელოვნება და აქეთ ერთი ღმერთი, წესები, ჩვეულებები, არაფრის დაშვება არ შეიძლება, გადახვევა არ შეიძლება და ასე შეუთავსებელი იყო ეს. ამიტომ პირველი ანტისემიტები ბერძნები არის, კლასიკური გაგებით, რასაც ვეძახით ჩვენ. და ამ ბერძნების და მაკედონელების მოძალებას მოყვა ის, რომ აჯანყება მოხდა, მაქაბელთა აჯანყება, გაგვიგია ხა მაქაბი გუნდი, ისრაელის კალათბურთის სპორტული კლუბი არის, ხო, როგორც ჩვენთან შევარდენი იყო. მაქაბელების აჯანყება, მაქაბი არის ურო. ანუ უროების აჯანყება. მაქაბელებმა დაამარცხეს სელევკიდების არმია, მაკედონური არმია დაამარცხეს და განთავისუფლდნენ და ერთი ეს არის ძველი წელთაღრიცხვით, ანუ 2200 წლის წინ დაახლოებით დაამარცხეს მაკედონელები და ბერძნები და დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დინასტია საკმაოდ წარმატებული ჰასმონეების დინასტია, არისტოკრატული გვარი იყო ებრაული. ჰასმონეების დინასტია თითქმის 1 საუკუნე მართავდა, მაგრამ დადგა ძველი წელთაღრიცხვით 63 წელი და მოვიდა რომი. დიდებული და დაუნდობელი რომი მოვიდა. რომაელებსაც არ მოეწონათ ებრაელები და არც ებრაელებს არ მოეწონათ რომაელები. ეს ურთიერთ სიძულვილი და ურთიერთ გაზომვა დიდხანს არ გაჩერებულა და უკვე ახალი წელთაღრიცხვა მოდის, ქრისტე, მისი მოციქულების ეპოქა უკვე გავლილი არის, უკვე ცნობილია ქრისტიანობა, ჯერ არ არის მოდებული მთელ მსოფლიოს, მაგრამ უკვე იბარტყა ქრისტიანობა და ახალი წელთაღრიცხვით, ანუ ქრისტეს დაბადებიდან 66 წელს იწყება გრანდიოზული აჯანყება ებრაელების რომაელების წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა 70 წელს იერუსალიმის დაცემით. 600,000 ებრაელი მარტო იერუსალიმის ალყის დროს დაიღუპა. საშინელი, აი რაღაცა გრანდიოზული, აი ხომერული დრამატიზმით და ბიბლიური მასშტაბების კატასტროფა იყო ებრაელების ესა, როცა იმპერატორი მაშინ არ იყო ჯერ იმპერატორი, მამამისი იყო ვესპასიანე დაიწყო ებრაელებთან ომი და მერე მისმა შვილმა ტიტემ, რომელიც ასევე მერე იმპერატორი გახდა, ტიტემ აიღო იერუსალიმი და დააქცია და დაანგრია და მოთხარა ტაძარი. მეორე ტაძარი. კიროსის მიერ ბოძებული. საინტერესო რა არის, რომ ეს ტაძარი პირველი დაქცევაც და მეორე დაქცევაც წლის ერთ დღეს მოხდა. ავასთვის 9 რიცხვში. ჯერ როცა დააქცია ნაბუქოდონოსორმა და მერე როცა დააქცია ტიტემ. ასეთი დამთხოვა არის. ამის შემდეგ დააქცეული და დაანგრეული ტაძრის გადამწვარი იერუსალიმის პირობებში ისევ მეორე საუკუნეში 130 წელს დაიწყო ასევე დიდი აჯანყება. აჯანყების მიზეზი რა იყო? იქ სადაც ტაძარი იყო სიონის მთაზე, განლაგებული იყო რომაული ლეგიონი, მეათე ლეგიონი, 10,000 მეომარი. ლეგიონი იყო 5,000 კაცი ლეგიონერი და 5,000 დამხმარე ძალა რა. მაშინ რომის იმპერიას ყავდა 25 ლეგიონი, ასე. თითო ლეგიონში 10,000 კაცი. მეათე ლეგიონი და ებრაელები ემზადებოდნენ. ეს იყო უზარმაზარი შეურაცხყოფა მათი ტაძრის ნანგრევებზე ლეგიონებთან. და ემზადებოდნენ, აგროვებდნენ იარაღს. აი რომაელი ჯარისკაცები, რომლებიც მიჩეული იყვნენ პირველხარისხოვანი იარაღს და როცა ებრაელი მჭედლებთან მიდიოდნენ შესაკეთებლად, ესენი აფუჭებდნენ. და ისინი ყრიდნენ მერე იმ იარაღს, ესენი აგროვებდნენ მერე. აი გაცვეთილ ამუნიციას ემზადებოდნენ დიდი აჯანყებისთვის ებრაელები. და
დაინახეს ერთხელ რომ სამშენებლო მასალა, ქვები, რაღაცებს აგროვებენ და ეს ლეგიონი ამოქმედა. ლეგიონი მარტო კი არ ომობდა, აშენებდა გზები, ქალაქებს, ჯარისკაცების აშენებდა. დაინახეს რომ რაღაცას აშენებენ. იმპერატორი ადრიანეს დროს, თურმე იმპერატორს განსაზღვრული აქვს რომ ძველი მეორე ტაძრის ადგილზე იუპიტერის ტაძარი უნდა აშენდეს. ეს იყო წარმოუდგენელი სამყარო ცის ჩამოქცევა იყო ებრაელებისთვის, რომ უფლის ტაძრის ადგილზე წარმართი იუპიტერი კაცო. და დაიწყო გრანდიოზული აჯანყება. სიმონ ბარ-კოხბა. ეს იყო აჯანყების მეთაური, რომელმაც თავი მესიად გამოაცხადა. ერთი ვერსია არსებობს, რომ მესიად გამოაცხადა, რომ აი ის აღადგენს ისრაელს. სხვათა შორის მაშინ ჩაეხსნენ ქრისტიანები, იმიტომ ქრისტიანები ბევრი არ იყვნენ, მაგრამ საკმაოდ გავლენიანები ჩაეხსნენ ამ აჯანყებას, იმიტომ რომ ბარ-კოხბა მათ მესიად არ აღიარეთ, იმიტომ მესია ქრისტე იყო უკვე. მესია მოსული იყო უკვე. ამისთვის საყვედურებდნენ მე ებრაელები და მტრობდნენ ქრისტიანებს, რომ აი პირველი გამპობა, საბოლოო გამპობა ებრაელების და ქრისტიანების მოხდა აი ამ სიმონ ბარ-კოხბას აჯანყების დროს. გრანდიოზული აჯანყება იყო 25 ლეგიონიდან იმპერიაში, სამივე კონტინენტზე, ხო? დაწყებული ბრიტანეთიდან, დამთავრებული ეთიოპიით და მაროკოდან უკრაინამდე. იყო იმპერია, წარმოიდგინე, ხელა იყო. ევროპა, აზია, აფრიკა. 25 ლეგიონიდან 13 ლეგიონის კონცენტრირება მოახდინა ადრიანემ ამ ერთი ციდა იუდეის პროვინციაში. 13 130,000 არმიები რომ არ იცოდა. 50,000 თუ იყო, ეს იყო გრანდიოზული ლაშქრობა, თქვა ირანში, ამ გერმანელების წინააღმდეგ რაღაც. 130,000-იანი გაგრძელდა დიდხანს გაგრძელდა 6 წელი გაგრძელდა დაამარცხა. გაჟლიტა ებრაელები. ებრაელები საარაკოს წინაშე შეარყიეს, იმპერია შეარყიეს. ძლივს მოერია ადრიან ბრიტანეთიდან გამოიხმო ლეგიონები. შოტლანდიის საზღვრიდან. დაამარცხა და აუკრძალა ყველა წინდაცვეთილს იუდეის ტერიტორიაზე ცხოვრება. ესა საბოლოო განთესვა ებრაელებს. და კიდევ აი მოვადექით აი ამას კონფლიქტ. სახელი გამოუცვალა პროვინციას. დაარქვა პალესტინა. ამ დროს ეს ფილისტიმელები აღარ არსებობდნენ. გადაშენებულები. ხო? რატომ? იმიტომ რომ აითქვიფენ მერე და მე ვაჭრებად გადაიქცენ. ხდება ხოლმე ასეთ ემართებად ხალხებს, აი მაგალითად მებრძოლი ხალხები მერე რაღაცა ემართებად. ფილისტიმელები ვაჭრებად აითქვიფენ მერე ეგვიპტელებში, ბერძნებში, ებრაელებში და ასე შემდეგ. იგივე დაემართათ ლიდიელებს, კიროსმა რომ დაამარცხა ეს მებრძოლი ხალხი, ერთი რამე ის გააკეთა ბრძანა, იარაღი აუკრძალა. დაამთავრდა ლიდია აღარ არსებობს. მონღოლებს დაემართათ ესა კაცო. სოფლიო დაიპყრეს და ბუდიზმი რომ მიიღეს დაამთავრეს. ასეთი მშვიდობიანი ხალხი ახლა აზიაში მე არ მეგულება, მონღოლები რო არიან. ხო? ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა. ისევ როგორც სახელის დარქვევაც. სხვის სახელი არაბებმა დაირქვეს ფილისტიმელებისა. ხდება. ბრიტანეთი, ანგლოსაქსები არიან. ბრიტები ძველი მოსახლეობა იყო, რომელიც დაამარცხეს ანგლოსაქსებმა. იმათ სახელი დაირქვა. პრუსია. გერმანელებმა ამოწყვიტეს პრუსების ხალხი, დაირქვეს პრუსია. აზერბაიჯანი აფერი საერთო ძველ ატროპატენასთან ამათ არ აქვთ. ირქმევენ ხოლმე. ასე დაირქვეს არაბებმა პალესტინა. არაფერ შუაში არ არის. და ბოლოს მერე ადრიანეს მერე ებრაელი უკვე განთესვა მოხდა, ზოგი ესპანეთში, შუა საუკუნეებში, ევროპაში, აზიაში მოვიდეს, ყველგან გარდა იუდეისა და პალესტინის. მერე ამას მოყვა რა, რომ იერუსალიმი გახდა უკვე ბერძნულ-რომაული ქალაქი უკვე იქ, ებრაული რაღაცა მცირე ნაწილი, ძალიან მცირე ნაწილი იყო, არაბები ჯერ არ ჩანან იქა. ეს არის წმინდა ჯერ რომაული ქალაქი, მერე არის ბიზანტიური ქალაქი. თუმცა ხელიდან ხელში გადადიოდა ხშირად, იმიტომ ბიზანტიას და ირანს შორის მიდიოდა 700-წლოვანი ომი, რომელმაც ორივე იმპერია დაასუსტა და 628 წელს ახალი წელთაღრიცხვით იერუსალიმს მოადგნენ არაბები.